26 მაისის საზეიმო ღონისძიება 12 საათზე თეატრალიზირებული მსვლელობით გაიხსნება. ამის შესახებ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების საორგანიზაციო კომისიის ხდომაზე აღინიშნა, რომელიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. კომისიის წევრებმა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიების პროგრამა დაამტკიცეს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მაია ქიტიშვილის განცხადებით 26 მაისს საახალხო ზეიმი გაიმართება. 26 მაისს გეგმება ძალიან ბევრი ღონისძიება. ტრადიციულად, როგორც უკვე მოგახსენეთ, ვაწყობთ სახალხო ზეიმს. ძალიან ბევრი სიურპრიზი გვაქვს, ძალიან ბევრი სახალისო ღონისძიება გვაქვს. ძირითადად გადავწყვიტეთ, რომ მოგვეწყო ესეთი ღონისძიებები, რომელიც იქნებოდა საინტერესო როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის. პირველ რიგში უნდა აღნიშნო, რომ 12 საათზე დაიწყება ღონისძიებების საზეიმო თეატრალიზებული მსვლელობით. პირველ საათზე გვაქვს დაგეგმილი ფიცის დადების ცერემონია, ტრადიციულად უკვე თავისუფლების მოედანზე, გვექნება ასევე ავიაშოუს ელემენტები, გადაფრენა, სამხედრო თვითმფრინავების გადაფრენა რუსთაველის გამზირზე და შემდეგ შესაბამისად უკვე 12-დან 8 საათამდე მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე იქნება მოწყობილი სხვადასხვა კუთხეების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ბევრი საინტერესო ელემენტია, როგორც უკვე აღნიშნე, მაგალითად გუდაურის განვითარების ფონდი ხელოვნურ-გათოვლიანების კუთხესაც მოაწყობს, სადაც საგუნდაო და საციგურაო ადგილებიც იქნება მოწყობილი, ისევ იქნება გამოფენილი სამხედრო და სპეციალური ტექნიკა, ბევრი კონკურსი, შეჯიბრი, მხიარული სტარტები, სხვადასხვა ტიპის კონცერტები და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი ის, რაც ვფიქრობთ, რომ ამ დღეს დაამახსოვრებს მოსახლეობას და ნამდვილად საზეიმო განწყობას შეუქმნის. გარდა ამისა, ასევე ჩვენ გვექნება ბუნებრივია საზეიმო კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში, რომელიც იქნება მიძღვნილი ჯანსუღ კახიძის საიუბილეო თარიღს, 80 წლის მის იუბილეას და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, გვექნება გალა კონცერტი საღამოს 9 საათზე პარლამენტის წინ, რომელიც დასრულდება დიდი ფეერვერკით.